ჩვენს მოგზაურობას საქართველოში. საქართველოში. და ჩვენი შემდეგი მიმართულება შიდა ქართლი, კერძოდ კასპიის მუნიციპალიტეტი. როდესაც გადაცემას გეგმავდით, საქართველოს ამოუწურავი თემა არ თავდება, ამდენი წელია დავდივართ, ვერ ამოვწურეთ, მარტო ერთ კერძოდ კასპიის მუნიციპალიტეტში იმდენი ფანტასტიკური ადგილია, გადასაღებად, საინტერესოდ, ისედაც ასეთიც, რომ 1-3-4 გადაცემა არ ეყოფა ნამდვილად. ამიტომ დღეს რასაც მოვასწრებთ, გავაკეთებ და იმედია კარგი გამოვა. ეს ბანერი მე ტყუილად არ მაქვს აქ ხელში. გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა წავიდეს ავტოსტოპით აქედან კასპამდე, ბანერამდე, სადაც აწერია მე მიყვარს კასპი. და სწორედ ამ ადგილას უნდა ვეცადოთ, რომ გავაჩეროთ მანქანა კასპში მიმავალი. მაგრამ მინწაბა გადაწყვეტს ჯეირანი. კაი, დავიწყოთ თორე მალინი. ჯეირანი. გულია მიჩქარდა. ანუ მე მოვიგე და შენ მიდიხარ ავტოსტოპით, რაგინა შენ მარტივად წავალ უფრო. არასდროს არ გამიჩერებია ასე მანქანა. ანუ არ გიმოგზაურებია? მე მაქვს დიდი გამოცდილება ავტოსტოპით, ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია. გამიცვალე გეხაწები ჯეირანი. ხო, და მე რასაც კიდე იმას გავაკეთე. შანსი არ არის. მე ჩავждები მანქანაში, გამოვყვებით უკან, რა ვიცი მე, როგორ გაგიტაცონ მაინც. გეხაწები, ნახე, მართლა ამიჩქარდა გული. ტახიკარდია აქვს ჩაოლებრივი. ხო არ ვიცი. წააგე, წადი. ხო იცი, მე ფილმში რო არის. ოლიმპიური სისტემაა, წააგე, წადი. ხო, წავედით. რა მინდოდა, რატო მოვიფიქრე ეს ჯეირანი? თან, ისეთ რაღაცას ფიქრობს ხოლმე, რო აგებს, მე თვითონ ნანობს ხოლმე რა, იდეა იყო მისი. წავედი. კაი, მოიცა ჩანთას ავიღებ. აქედან არ ჩანს, მაგრამ გააჩერა მანქანა. გაკრეჭის თუ არ დავტოვები და სადმე თუ ხეზე თუ არ შემომახლავ, კი ბატონო. ბოდიში რა, უღო მართლა დავწყვეტები ხოლმე და ეხლა სხვასო წამოეყოლე მაშინ რას ისე. უნდა მეთქვა მაინც. და დაგსვავდა ვიღაცა ხო. აი ეს კარგად არის. ჯანმრთელობის რო რა? არა, არ მაძლევენ.
ოღონდ ახლა მილები მასწავლე ადამაკრიტ. ავტომატიკა როგორ ვატარო მე მექანიკი მეკანიკები? დავდივარ. არა მართლა. ხუმრობ. ხიცა მე გავყვები რამეს და მაქანას ხופში როგორ თავიდან. როგორ შემომღედა? მოდის. წელი და დაუგნიო. მოგეთ დავწმუნდი რომ ყველაფერი კარგად არის. ავტოსტოპით კი არა, თვითონ მგზავრობ საჭესთან, თვითონ მიყავს მანქანა. ამიტომ მე ახლა კომფორტულად გავაგრძელებ გზას და დაველოდები კასპის შესასვლელთან ჩვენი შეხვედრის ადგილთან. მოლივი შარში. მაქანას საჭესთან ეგ ნახად გადმოვაგდო ეგრევე არც გამ. ვერ გავუყვებდი, მე რა შევა ეს. აბა როგორი იყო? ძალიან კარგი ყოფილა. როცა გიჩერებს ნაცნობი. 20 წელია არ მინახავს ეს ბიჭი. ხალო, მართლა. 20 წელია. აბა დადგმული არ არის მართლა ნაცნობა გაუჩერა. და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ანუ ამ 20 წელიწადში არ შევცვლილო არ ესე იგი თუ მიცნო ასე მარტივად. ძალიან კარგი. კაი შენახული ხარ. კასპი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 48 კილომეტრში. ის გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე. კასპი ქალაქად გამოცხადდა 1959 წელს. მისი მოსახლეობის ზრდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მან შეიძინა ინდუსტრიული მნიშვნელობა. კასპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. ქალაქს დიდი სამხედრო სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. ყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო ადმინისტრაციული ერთეულის კასპის სასპასალაროს ცენტრს. ზის პლევი. აი არის ნაკვალევი არის. კასპიდან სულ 1 კილომეტრის სავალში ხდება აი ეს საოცარი კასპის აკლდამები. ამ ეტაპზე შემორჩენილი არის 2 კონცხი, ერთში არის 3 აკლდამა და ერთში მოშორებით, რომელიც დაახლოებით 200 მეტრში იქნება აქედან, არის ერთი აკლდამა კიდევ შემორჩენილი, მაგრამ აი აქ რამდენჯერ გამივლი ამ გზაზე და არც კი შემიმჩნევია და არც გამომიხედავს აქეთ მხარეს. საინტერესო ადგილია, რადგან ეს აკლდამები არის არაქრისტიანული, ანუ სავარაუდოდ წინარე ქრისტიანული. კი არის ზოგიერთი ცნობით, რომ შესაძლოა იყოს მე-6 საუკუნის, მე-5 ან მე-7 საუკუნის ჩვენი წელთაღრიცხვით. მაგრამ გონია რომ უფრო ძველი იქნება, რადგან რაღაც გარკვეულად ირანული, სპარსული გავლენა იგრძნობა, ამას შიგნით სავარაუდოდ ნახავთ, ვეცდებით ავძრეთ. მაგრამ მეორე ვარიანტიც არ არის გამორიცხული, როდესაც ქართლი ხო ერთბაშად არ გაქრისტიანდა და ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა აქ ცხოვრობდა თემი, აი კონკრეტულად ამ ადგილზე, რომლებმაც, ვთქვათ, 200-300 წლის მანძილზე შეინარჩუნეს წარმართული ღვთაებები და შესაძლოა იმ წარმართული წესითაც კრძალავდნენ.
მაგას ნახე, ხის დარაბები ექნებოდა გარედან ისეა შემოჭრილი. ხო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ აკლდამის დანიშნულება იყო? მე აკლდამი ყავდათ. შეიძლება იყოს დროებით სამყოფელი, რა ვიცი, აქ ბევრი ვარიანტია, რადგან რაღაცნაირად გავს მე რაც მინახავს სურათებით, ოღონდ არ მინახავს პირადად. და მისწავლია, ეს არის ძალიან გავს სპარსულ აქადემიურ სასაინდურ სტილს. ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ მაშინ ძალიან დიდი გავლენა იყო. მირიან მეფეც კი ხოსროვიდი იყო. აქედან გამომდინარე, გავლენა არქიტექტურაში იგრძნობოდა, იმიტომ რომ მსგავსი აკლდამები ძალიან ბევრი გვხვდება ახლო აღმოსავლეთში. და რამდენად არ არის ქრისტიანული, მაგრამ ძალიან საინტერესოა. აი შეხედე, აი, ეს არის დასასვენებელი ადგილი. აი კიდე მესამე, შეხედე? აი აქ. მოიცა გადა. ხარემცოდნეობის მუზეუმი ნახოთ ჯერ მგონია და კასპი ჩავწეროთ. დავჭამოთ რა. ამ საჭმელი ადგილი გვაქვს მოსაძებდი. პირველი ექსპოზიცია მუზეუმში გაიხსნა 1963 წელს. ჩვენი ქალაქი არის უძველესი ხანის ანტიკური ხანის არის. ეს არის არქეოლოგიის დარბაზი, ოთახი, სადაც განთავსებული მასალა ყველა აღმოჩენილი არის ჩვენს რეგიონში. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატი, რითაც ეს მუზეუმი არის გამორჩეული? ვიტყვი, რომ ამ დარბაზში განთავსებული მასალა ქვის ხანიდან იწყება. ქვის ხანის მასალა არის სოფელ ხოვროში აღმოჩენილი არის, განსაკუთრებული არის ბიზონის ძვალი. არის აგრეთვე ირმის მაგვარი ცხოველის კბილისა და რქის ფრაგმენტები. შემდეგ ბრინჯაოს ხანის მასალა არის და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ხოვლე გორა, რომელიც ძველ წელთაღრიცხვის მე-10-მე-12 საუკუნეებს მიეკუთვნება. ეს ხოვლე გორა გაითხარა 1954 წელს სოფელ ხოვლიდან 3 კილომეტრით არის მოშორებული ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით და აღმოჩნდა საცხოვრისი, რასაც თქვენ ხედავთ, რომელიც არის დაზიანებული, რა თქმა უნდა, სრულად არ არის წარმოდგენილი. ეს საცხოვრისი მიეკუთვნება მეხუთე სტრატიგრაფიულ ფენას და რასაც თქვენ ხედავთ, აქ ყველა ეს მასალა აღმოჩენილი ამავდროულად ძველ წელთაღრიცხვის მე-12-მე-10 საუკუნეებს მიეკუთვნება. არის ღუმელი, არის კერა ქვია, სადაც ვერძის თავებით არის შემკული და ეს სიმბოლოა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გამრავლების სივრცე და ბარაქის სიმბოლო იყო. თან ორგანული სამარხების გათხრების დროს აღმოჩნდა არა მარტო კერამიკა და აქ აღმოჩნდა ძვირფასი მეტალებისგან დამზადებული ნივთებიც. ანუ იმ პერიოდისათვის უკვე ოქრო, ვერცხლი და ასე შემდეგ სხვადასხვა სახის სამკაულები იყო ჩაყოლებული. ორი ტიპის ცული არის, რომელიც რენეს გათხრების დროს აღმოჩნდა, ჩვენ ამ ვიტრინაში განთავსებულ მასალას რენეს განსვეძახით, და აქ არის როგორც საბრძოლო იარაღები, სამუშაო იარაღები ერთდროულად არის აღმოჩენილი, ცხენის აკაზმულობა და ასე შემდეგ. ყველა ეს ნივთი ბრინჯაოსგან არის დამზადებული და ამავდროულად ნაღვეთიც არის აღმოჩენილი, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენთან იყო სახელოსნოები და უმეტესი ძირითადი მასალა, რასაც ჩვენთან ხედავთ, ყველაფერი აქ მზადდებოდა მაშინდელი ხელოსნების მიერ. ეს როგორი სრულყოფილია? ეს არის კავკასიური ტიპის თან ორნამენტები. დიახ, ძალიან ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი ხელოსნობა და այն როგორი მოჩუქურთმებულია, ულამაზესია და პლუს აქვს გლის ეს ძლიერი სიმბოლო იქნებოდა და ეს უნდა იყოს რეგალია და არა მარტო საბრძოლო იარაღი, რომელიც დედამიწაზე შეიძლება სულ რამდენიმე 7 დაახლოებით 8 ზუსტად არ ვიცით, იყოს თელს დედამიწაზე და ერთ-ერთი ჩვენს რაიონში აღმოჩნდა. ეს არის კავთისხევში არის ციხიაგორა ძეგლი და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი უძველესი რომელიც გვაცა 92? 92 წელს ახლა ციხიაგორა ეს გენგეგმარის ზუსტად მაგის მთავარი ეს კომპლექსი გაიხარა 92 წელს და აღმოჩნდა უძველესი საწნახელი. ძალიან დიდი. უძველესი საქართველოში ვარაუდობენ მეცნიერები, რომ შეიძლება პირველი საწნახელი ეს მზის ღვთაების ტაძარი არის ეს ძეგლი. აქ არის ეს არის მარანი, სადაც 5 მწკრივად ჩაწყობილი არის ქვევრები, რომელიც თითოეულ ქვევრში 250 ლიტრი ღვინო ჩადიოდა. კანკელი არის დაახლოებით 9-10 საუკუნის. რა ძალიან მაგარი კანკელები ქონდა. მუხისგან
ნასოფლარ ვარჯაანში არის მთავარანგელოზის ეკლესიიდან ჩვენივე თანამშრომლების მიერ ხელით ჩამოტანილი, გასუფთავებული და აი ექსპოზიციამდე მოტანილი. მუზეუმში არის ეთნოგრაფიული განყოფილებაც, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ არ არის გახსნილი, მაგრამ მომოკლეს ვადაში იქნება მზად ექსპოზიციისთვის. არიან და მადლობა ჩვენ. კაცებს ეწოდინებათ, გემრიელი საჭმელები. რა? ვაიმე, დიდი მადლობა. ესე იგი, ყველაზე გემრიელი ადგილი სად არის საჭმელი? სუში ბურგერი. სუში ბურგერიო. კარგი, გავსინჯავთ. კასპის მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკა. მუზეუმში გაჩუქეს. უკაცრავად, კითხვა აქვს. სად შეიძლება ვჭამოთ კასპში ყველაზე გემრიელად? ჩვენი პროგრამა მეგაჩუქათ. გემრიელად სად ვჭამოთ? აი, მუზეუმში ვიყავით, გადავიღეთ ახლა. და ვეძებთ გემრიელ საჭმელ ადგილს. ბევრია ეგეთი, მილჯორჯია, იგოეთი, კავთისხევი ბატონო. არა, თვითონ ქალაქში. კასპი. აი ახლა გაიხსნა აგურებში. სადა? აგურებს ეძახიან, იქ ნორმალური საკვებია. თბილისისკენ, ანუ გზისკენ, იგოეთისკენ რომ მივდივარ. 100 მეტრაში აგურებს ეძახიან და მან ნორმალური ის არის, ყველაფერი აქვს და. ანუ აგურებსაც ვნახავთ. მადლობა. კარგად. აქ არის რესტორანი მილაძეების კასპის შემოსასვლელში. ეს აი აქ ხო? არა, აქ არა, აი კასპის შემოსასვლელში არის მილაძეების რესტორანი. შეგიძლიათ მიირთვათ. აქაც არის რაღაცა კაფე. მანდაც კარგ ხინკალს ამზადებენ. და კიდევ კასპში რა ადამიანი როცა ჩამოდის, რა არის ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ნახოს? პირველ რიგში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ძალიან საინტერესოა, უნიკალური მასალები გვაქვს იქ. ნუ მე ხა კასპში უამრავი ეკლესია მონასტერია კასპის რაიონში და უშუალოდ კასპში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნუ არის რამდენიმე ტაძარი, შეგიძლიათ აი აქვეა ცენტრში გორგასლის სახელობის ტაძარი შეიძლება მოინახულოთ და კასპის სოფლებში უამრავი ეკლესია მონასტერია და ქვათახევი, რა ვიცი, რომელერთი ჩამოთვალო ნოსტე და შეგიძლიათ ისინი მოინახულოთ. უღმესი მადლობა, ბედნიერი დღე. ბატონებო, გამარჯობათ. კასპზე გვაინტერესებს, რაღაცებს ვიღებთ და ყველაზე გემრიელად სად შევჭამთ? საჭმელს. ეს რა არის რა მიკროფონი ვიდეო თაგუსკუდი ხურა. არ არის თაგუსკუდი მიკროფონია. არ ვიცეგეთ მიკროფონი არ მიხდია. ეს ქარმა რომ არ შეგვიშალოს. კარგი საჭმელი, ჩემო კარგო ჯიგარო, წამობრძანდები ჩემთან სახში. კარგი თეთრი ჩინური, გორულათან ერთად შეერთებული. კარგი ღვინო, კარგი ხინკალი, კარგი ხაშლამა. კარგი ჩაკაფული ჩემთან სახში. თქვენ გაიხარეთ. სამწუხაროდ ბევრი დრო არ გვაქვს, აი უცებ უნდა ვჭამოთ, თორე დიდი სიამოვნებით. სად შეიძლება ვჭამოთ კასპში ყველაზე გემრიელად? მართლა აი მაგი ჩამოსულებრივად ვიღებთ კასპზე გადაცემას და მართლა აი თქვენ სად დადიხართ საჭმელად თუ სახლის გარდა? მეც ახალი მოსული ვარ, ახალი ჩამოსულები ვარ. ახალი ჩამოსულები. მაგრამ ხო, რა მაგრამ ხო არ გაიგიათ რამე გემრიელი ადგილი. კარგით, მადლობა, გაიხარეთ. გამოკითხვის შედეგად ორი ადგილი გამოიკვეთა, ერთი სუში ბურგერი და ერთი მილაძეების ხინკალი. და მე მგონი ორივეს გავცინოთ ცოტ-ცოტას, ხო? კი. დაიწყებ? რა. მას დავიწყებ. ფილადელფია შევკვეთე? სუში კასპში. ძალიან საინტერესოა. ნახოთ. იცოდი. კარგია.
სულში ჭამეთ ძალიან გემრიელი იყო. არ იყო ცუდი, გემრიელი იყო, მარტო ფილადელფია გავსინჯეთ, მაგრამ სხვები სავარაუდოდ იგივე იქნებოდა და ზუსტად 5 მეტრში არის სახინკლე. ორი ნაბიჯი 5 მეტრია? დიდი ნაბიჯებია. სუნები უკვე იგრძნობა. ეს ძალიან გვიქეს ეს სახინკლე სხვათა შორის. წავიდა. მან პაპური. ვიდი და უკარ. ცხელია. ამიღო მოკიდო. ჩანგალი. გაგვიმარჯოს. ნუდასცინის სხვასაო. აბა გავსინჯოთ კასპური ინკანი. წვენი ბევრი აქვს. წვენი კარგია. ეს წვენი ჩემი აზრით ქილებში უნდა იყიდებოდეს. ძალიან გემრიელია. ასე რომ შეგიძლია ჩამოხვიდე და მიირთვოთ. აი, კარგი იყო ნამდვილად. დაიძინებდა ხა კაცი. კაი, რა დრო ძილე. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი რაღაცები გადასაღები, მაგრამ სანამ წავალთ კასპშიც ხომ უნდა მოვასწროთ რაღაცეები. მაგრამ ენერგია გვაქვს დასახარჯი. გინდა ტატამზე დაგაგდო? რა ტატამზე? კასპი, ტატამი არ გაიგია? ჩვენი მწვრთნელი ვინ არის? მაგრამ სინამდვილეში ეს რა თქმა უნდა კარგი ხუმრობაა, არ ვიცი შეიძლება არ არის კარგი ხუმრობა, მაგრამ კასპი არის ძალიან მაგარი ისტორიის მქონე ქალაქი და მთელი რაიონი. რასაც ამ ვიდეოს შემდეგ იმედია დარწმუნებით. სხვა სამყაროში ვართ მართლა. ბაშოვანს გავს კი მართლა ძალიან. მაგრამ კლდოვანია და ცოტა განსხვავებულია მაინც ლანდშაფტით და სულ აქვეა გზიდან რამდენი გადმოუხვიეთ? ალბათ 10 წუთით, ხო? 15 წუთით. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უნიკალურ მონასტერში, რომელიც არის აშენებული თადეო სტეფანწმინდელის მიერ. ანუ წმინდა თათეს მიერ, როგორც მას ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენიებს. ის იყო ერთ-ერთი 13 ასურველი მამათაგანი, რომლებიც იონე ზედაზნელთან ერთად შემოვიდნენ მცხეთაში და შემდეგ განავრცეს ქრისტიანობა, განამტკიცეს და დაარსეს მონასტრები. სხვათა შორის ერთადერთი უმოქმედო მონასტერი არის ეს. სხვა ყველა ასურელი მამათა დაარსებული მონასტერი, სხვა ყველა მოქმედია. აქ ჩვენ ხედავთ ორნავიან ბაზილიკას და რაც საინტერესოა, რომ ქვევით აქ ჩანს დიდი თხრილი, რომელიც არის ძალიან ლამაზად მოპირკეთებული და გადმოცემის თანახმად სწორედ აქ ცხოვრობდა წმინდა მამა თადეოზი. და სავარაუდოდ ის აქვე არის დაკრძალული. ადგილი არის მართლაც ენით აუწერელი, სასწაული, არ საუბრობ მხოლოდ ხედებზე, უბრალოდ ისეთ თითქოს ახლოს არის ცივილიზაციასთან, მაგრამ ამავე დროს ძალიან შორს. ძირითადად მოქმედი იყო მე-17 საუკუნემდე, შემდეგ უკვე აღარ გვხვდება ცნობები. პლატონ იოსელიანიც ამას აღნიშნავს, რომ ტაძარი უკვე უმოქმედოა და აქ ეტყობა რესტავრაციის კვალი, სავარაუდოდ შეიძლება რესტავრაცია გაკეთა სწორედ მე-15-მე-16 საუკუნეში, სანამ მონასტერი შეწყვეტდა ფუნქციონირებას. ტაძრის ძირითადი ნაწილი ჩანს, რომ ადრეული შუა საუკუნეებშია აშენებული, ქვების მოცულობით მისი წყობა, ხოლო შემდეგ ზევით უკვე ხდება აღდგენილი უკვე ქართული აგურით და სავარაუდოდ სწორედ რაც ვახსენეთ, რომ მე-15-მე-16 საუკუნეში აღდგა.
მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ კარგავს ფუნქციას. ტაძარი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მას სასწრაფოდ ჭირდება კონსერვაცია. აი ეს გადავარდება სავარაუდოდ ძალიან მალე, ერთი პატარა მიწის ფრა და უკვე აქეთ ეს მხარე, სამხრეთ-დასავლეთის მხარე აღარ ექნება ტაძარს სამწუხაროდ. ბზარები აქვს ყველგან და თუ გავითვალისწინებთ მნიშვნელობას და მით უმეტეს ის რომ ასურელი მამის დაარსებულია ეს მონასტერი, რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტია რომ ასეთ მდგომარეობაში. ალექს გადახვალ ამ ხიდზე? მე მგონი იმ ხიდის ბოლოში მოხდა. მოიცადე აქ ჩასავარდნია მგონი? ხო, ჩანგრეულია. ნახე, აქედან არის ამოსასვლელი. შეხედე. მოიცი. გადაისვლება. აი მე ცოტა არ იყოს სხვა გზა ხوار ვაცადოთ იქიდან. არა, მოდი, ვცადოთ რა აქედან რა. კაი, მაშინ შენ თუ მოიგე, გადმოვდივარ, თუ არა და ვეძებთ იქიდან. რაღაცა ექსტრემია, მოდი ვითამაშოთ იცი. ჯე, ირანი. წადი. გადმოვდივარ. ძალიან სიგიჟია ეს, არ ვიცი. ეხლა უნდა გადავიდე იმ ხიდზე, მართლა. ვაიმე. ცხვირი ამოყო. ცოტა არ იყოს ნერვიულობ, იმიტომ რომ არც თუ ისე მარტივი გადმოსასვლელია ამ ხიდზე. მოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. გამოგვივიდა დაუგეგმავად ძალიან საინტერესო და სათავგადასავლო ტური. ისეთ off-road rally-ით. off-road rally იმ მანქანით, რომელიც არის ქალაქის მანქანა, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ. გაგვიმართა რომ არ იყო ნაწვიმარი და კარგი ამინდია დღესაც. დაგეგმილი ქონდა კიდე 1-2 ადგილი, მაგრამ უკვე ღამდება ვეღარ ვასწრებთ, მაგრამ როგორც თქვით რომ შიდა ქართლი და განსაკუთრებით ეს რეგიონი კასპის რაიონი არის მართლა ამოუწურავი რესურსი და უახლოეს მომავალში ბრუნდებით და კიდევ ერთ სერიას გადავიღებთ მინიმუმ მე წლის განმავლობაში დავამატებთ და არის არაჩვეულებრივი მართლა წერილი არ გულისხმობ მე ცნობილ ადგილებს სამთავისი და რკონი რომელიც უმეტესობა მიცის მის მათ გარდა არის უამრავი მართლა ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი და ასევე საინტერესო ადგილი. აი ამ ულამაზესი ხედით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, იმიტომ რომ ბრუნდებით ისევ აქ, შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ ამოუწურავია, ულევია ეს საქართველო.
კასპში მოგზაურობა გრძელდება. შემდეგ გადაცემაში ვესტუმრებით მეტეხის ტაძარს და საოცარ ციხია გორას, რომელიც დიდ ისტორიულ განძს წარმოადგენს საქართველოსთვის.